ზაფხულის არტეტეკები დაიწყო. ეს ის სეზონია, როდესაც რომელსაც ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელოდება და მე მახსოვს ჩემი ემოციებიც დარწმუნებული ვარ ზურა შენს გახსოვს კარგად ეს წელიწადის ამ დროს. ყველა არტეტეკები, მაგრამ ზაფხულის განსაკუთრებით ბავშვებისთვის ნიშნავს თავისუფლებას, თამაშს, გადატყავებულ მუხლებს, თავგადასავლებსა და კიდევ იცი რა იმ დაუსრულებელ ფრაზას დე კიდევ 5 წუთი თქვი. ეზოდან, მაგრამ ამ თავისუფლებაში ჩდება შეკითხვაც, როგორ გავატარებინოთ ბავშვებს არტეტეკები ისე, რომ სიხარულთან ერთად ეს პერიოდი შემეცნებითი იყოს, თავი ავარიდოთ რუტინასაც და არც სრულად თავისუფლად მიტოვებული დრო გამოგვივიდეს. თემაზე სასაუბრო სტუდიაში საკმაოდ საინტერესო სტუმრები ყავს, პედაგოგი მარინა ბედოშვილი და თამაშობანას ავტორი ნინი ჩიქოვანი. სტუმრები, რომლებიც უკვე შემოგვიერთნენ შუადღემშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ თქვენი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვისთვის, მშობელისთვის, მოსწავლისთვის, რომელთაც უკვე ეღირსათ ნანატრი არტეტეკები. დამეთანხმებით ალბათ თქვენთვისაც ძალიან ემოციური იყო ის დღე, როდესაც სკოლაში იწყებოდა არტეტეკები. მე პირადად აი მახარებ და ყველაზე მეტად თურმე ახალი წლის შემდეგ და აღდგომის შემდეგ მასწავლებლებსაც ხო? პრინციპში ისევე როგორც ყველა მოსწავლეს, ყველა ბავშვს, ასევე ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია უფროსებისთვის, რომ საკმაოდ პროდუქტიული იყოს ის პერიოდი, როდესაც უნდა დავისვენოთ. შესაძლებელია დასვენება მოვიპოვოთ აი ამ შემეცნებაში, აი ამ აქტივობაში და პროდუქტიულობაში, რომელსაც გამოვიჩენთ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ რადგან ვსაუბრობთ ბავშვებზე, მოსწავლეებზე და მშობლებს ეს განსაკუთრებით ახარებთ, ახლა მე ვიცი და მოუწყდებოდნენ ტელევიზორებს. გვითხარით, როგორი უნდა იყოს ზაფხული, ისე რომ ბავშვისთვის ეს თავისუფალი დრო რაც აქვს გაატაროს აბსოლუტურად ბედნიერად და თან არ დავივიწყოთ რა თქმა უნდა შემეცნებაც. მე თამაშობანა ხარ და ამიტომ თამაშობანათი დავიწყოთ ზაფხულს თამაშობანა უფრო მადლობა რომ მომიწვიეთ, მიყვარს თქვენთან მოსვლა და მიყვარს რა თქმა უნდა საუბარი ბავშვებზე, იმიტომ ეს გულს მინთებს და სიმართლე გითხრათ მშობლებზე უფრო ძალიან კიდე ხო ვეუბნებოდი ქალბატონ მარინას იკულისებში რომ ზოგადად ზაფხული რომ მოდის, რაღაცნაირად თითქოს ხო ძალიან ამაღელვებელია და რამაგარია დასვენება, მაგრამ მშობლის პერსპექტივიდან ცოტა დამოღეშინია, იმიტომ რომ აქამდე ყველაფერი იყო სტრუქტურაში, რუტინაში, დისციპლინაში. მე ვარ ზოგადად დისციპლინის მოყვარული ადამიანი, ძალიან მიყვარს დისციპლინა და რო იძახდი რომ მე მიყვარდა არტეტეკები, რომ მე მიყვარდა 1 სექტემბერი ბავშვობაში. მართლა ჩვენ ვარსებობთ. თამაშობანას ავტორი თან ამ დროს. იმიტომ რომ თამაშობანა ხო მაგითო შექმნილი, რომ რაღაცა მშობლის ტვინით და ბავშვის გულით შესაბამისად. მაინც რაღაც გარკვეულ სილაღე და დისციპლინა. ანუ ჩემი თავარი და თამაშობანას თავარი პრინციპი არის სილაღე და დისციპლინა. ამიტომ ამას არტეტეკების კუთხითაც რა თქმა უნდა უდგებ. ოღონდ აქამდე თუ ჩვენ სკოლა გვეხმარებოდა რომ ეს სტრუქტურა იყოს დისციპლინა, ეხლა უცბად ყველაფერი მშობლების ხარზე არის და თან ჩვენ თუ ვმუშაობთ და არ გვაქვს ესე სამი თვე მასწავლებლები არ ვართ, არ ვისვენებთ, იმიტომ რომ თამაშობანაში მაგათ ბანაკი გვაქვს და მთელი ზაფხული მუშაობთ ბანაკში. ამიტომ შესაბამისად ეს არის დრო, როცა გაჩნია რამდენი წლის ასაკის შვილი გყავს, მაგრამ სხვადასხვანაირად უნდა მოარგო ეს ზაფხულის გეგმები ისე, რომ თან არც ზედმეტ რაღაც იმაში გადავიდეს. თუმცა მოწყენილობა ძალიან მიყვარს მე, იმიტომ რომ მოწყენილობიდან იბადება ბევრი იდეა. და ჩვენ მშობლებს ხო გვეშინია შვილი რო გვეტყვის, რომ აი მომწყინდა რა გავაკეთო დე და გონია რომ უნდა ვეცეთ და უცბად მიუშვათ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მეგობარი კრეატიულობის არის მოწყენა და მოწყენილობა. საკუთარ თავთან დარჩენა, ალბათ ყველაზე მაგარი არის ხო და თუ მე შეგვიძლია ამაზეც გავაგრძელოთ ორი. აუცილებლად ჩვენ თვათ რო არ გავიჭრა. აი მოწყენილობის ჟამს როგორ უნდა გამოვიკეთოთ ხასიათი, როგორ გავერთოთ და ყველა დეტალს აბსოლუტურად ჩაგეკითხებით ძალიან მალე, თუმცა მანამდე თქვენთან ერთი შეკითხვაც დავსვათ და შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი თავისთავად ცხადია. საშინაო დავალებები ეს არის საჭიროა თუ არა არსებობს რა არის იცით ეს ისეთი სადავო და საკამათო საკითხია, ამაზე ცალსახე პასუხი არ არსებობს. იმიტომ რომ ახლა მკითხულობდით თქვენ გისმენდით უბრალოდ რომ ამბობდით რომ ეს არის თავგადასავლების, მუხლების გადატყავების, სიცელქის დრო, მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ეს ასე იქნება. და ბავშვები არ იქნებიან მიჯაჭული გაჯეტებს, კომპიუტერს, პლანშეტებს, ტელეფონებს და ასე შემდეგ. მე ვიქნები უბედნიერესი თუ ჩვენი ბავშვები ირბენენ
გადაიტყავებენ მუხლებს, ითამაშებენ, იცურავებენ, აღმოაჩენენ ბუნებას, ისწავლიან რაღაცა სხვას, განსხვავებულს. ამაზე ცალსახად ეს ერთი პასუხი არ არსებობს, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ნაწილი მასწავლებლებისა და მშობლების თვლის, რომ ბავშვს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება, ის უნდა ეკუთვნოდეს თავის თავს და დაისვენოს მთელი წლის რუტინის შემდეგ. აი მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის. თქვენ რომელ ნაწილს მიაკუთვნებთ? მე რაღაც სადღაც ოქროს შუალედში ვარ და ამაზე თუ გვექნება საშუალება, ცოტა უფრო აუცილებლად. აი სწორედ ამ თემით განვაგრძოთ რეკლამის შემდეგ საუბარი ესე კი. მშვიდობისა, კიდევ ერთხელ საქართველოს მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით ვინც ახლა შემოგვიერთით და უთხრეთ ჩვენს ტელემაყურებელს რაზეც ვსაუბრობთ. ბავშვებისა და არდადეგების თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ აქვე ჩვენ სტუმრებსაც, პედაგოგი მარინა ბედოშვილი და თამაშობანას ავტორი ნინო ჩიქოვანი არიან ჩვენთან ერთად. ძალიან სასიამოვნო. კი ბატონო, საუბრობდით ქალბატონო მარინე ჩვენ საშინაო დავალებებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ზაფხულის პერიოდში ხშირად მშობლები აძალებენ ხოლმე საშინაო დავალებებს, ან პირიქით მასწავლებელი ავალებს და ესე უკვე ამოცანა აქვთ ბავშვებს, რომ აუცილებლად უნდა შეასრულონ. რა უნდა ქნან ბავშვებმა? დგანან დილემის წინაშე ერთ მხრივ აქეთ მასწავლებელი, რომელიც რაღაცას ავალდებულებს, მეორე მხრივ ზაფხული თავისუფალი დრო და გართობა მეგობრები. მშობელი სადღაც შუაში. მშობელი შუაში, ხო? რომელიც იგიჯება აი საწავი და სარიცის. ეს არის ძალიან სერიოზული თემა, ძალიან სერიოზული საკითხი და არ ახალი. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ყოველთვის იყო ეს პრობლემა. საქმე რა არის? იცით, საქმე ის არის, რომ აი ოქროს შუალედი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი წინა ეპიზოდში გითხარით, რომ ერთინი ფიქრობენ, რომ ბავშვი უნდა იყოს თავისუფალი და აკეთოს ის რაც უნდა, როგორც უნდა, მეორენი ფიქრობენ, რომ დავალებები. არა. აი რაღაცა შუალედური პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მშობელი უნდა იცნობდეს კარგად შვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მასწავლებელი აღარ არის ზაფხულში. მშობლებზე არიან ბავშვები მინდობილი, ხო? უნდა იცოდეს როგორი იყო სასწავლო წელი, რა უჭირდა ბავშვს, რა ულხინდა, სად იყო სუსტი, რა სუსტი მხარეები, რა იყო მისი ძლიერი მხარეები. ეხლა წარმოიდგინეთ, ბავშვი თუ მე-6 მე-7 კლასშია და მარცვალ კითხულობს და არის ასეთი შემთხვევები. იმან რომ ზაფხულში ხელში წიგნი არ დაიჭიროს, სექტემბერში იცით როგორი სტრესი ექნება და მერე ნახეთ რამდენი პრობლემა ექნება მშობელს. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ როგორი იყო წელი, უნდა გავაანალიზოთ სასწავლო წელი კარგად, მასწავლებელს დაველაპარაკოთ, ჩვენ თვითონ გავარკვიოთ ყველაფერი და მეორე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური აი თვისებები ბავშვის. როგორია ბავშვი, რა უყვარს, რა არ უყვარს, რა უფრო ჭრის მასთან, წახალისება უფრო თუ ცოტა მეტი სიმკაცრე. ერთი ზუსტად ვიცი, რომ აი დასჯისთვის, აი თუ არ წაიკითხავ ქუჩაში არ წახვალ. აი ესეთი რაღაცა კატეგორიულად არ მე ასე ვფიქრობ, თორე ახლა ფსიქოლოგები ჩემზე უფრო საინტერესო რჩევებს მოგცემენ. ბავშვი რაღაც რადიკალური არჩევანის წინაშე არ უნდა დავაყენო. დაიჭერს ის იმ წიგნს, ნახევარ საათს იმ წიგნში იქნება დავჭარგული, თავში არაფერი შეუვა. წუთებს დაითვლის, რომ გავარდეს გარეთ და მოვჭა. დასჯის ფორმა. ხო, არაფრით არ შეიძლება. აი თამაშობანა არის ჩვენთან ნინო ძალიან გამიხარდა რომ გნახეთ, იმიტომ რომ უნდა გააკეთონ რაღაც აქტივობები, მაგრამ ეს უნდა იყოს არაძალდატანებით, თამაში და განსხვავებული. მე ვფიქრობ, აი კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში დაულაგოთ ბავშვებს სკოლის წიგნები. მაგრამ აი რა უნდა დაულაგოთ და რა თამაშები? აი ეს არ უნდა გავაკეთოთ, აი დაუწყეთ წიგნები და უთხარით. ხო, აი ნინომ, აი განსხვავებული აქტივობები, შემეცნებითი თამაშობები, იმდენი კარგი წიგნია გამოცემული, იმდენი კარგი რაღაცა. აი ეს აქტივობები აუცილებელია. ნინო, თან თამაში, თან საქმე. აუცილებლად. რართული ის მაქვს ხო უცბად ეს. არ ვიცი, ჩემ გამოსtildeებას გავაზიარებ, რადგან ამ თემით ვარ დაინტერესებული ბევრი წელია. მოკლედ, პირველი რაც ჩემი აზრით, აი გაჯეტებზე თქვით, მოდი მაგით დავიწყებთ, რომ ყველაზე მტკივნეული არა მარტო არდადეგების დროს. ანუ მე გეტყვით, მე როგორ ვაკეთებ, არ ვიცი, შეიძლება ვინმეს გამოადგეს ეს თემა. ზოგადად ანუ გაჯეტები, თან ასაკს გააჩნია რა თქმა უნდა ბავშვის, იმას აქ როცა ბავშვს უკვე გაჯეტი აქვს, ზაფხულში ჩემი თავარი ტკივილია, რომ სულ ახლოს არ იყოს ტელეფონი. მე რას ვაკეთებ? პირველი, მაქვს ძალიან კარგად განსაზღვრული screen time, ანუ ეკრანთან გატარებული დრო. ჩემ შულს ყოველას ერთ შულს პრინციპში მეორეს არ აქ ჯერ გაჯეტი, აქ Apple-ი, ანუ ჩემი ძველი ტელეფონი, ყველა Apple-ზე და დარწმუნებული Android-ზეც არსებობს screen time-ის parent, მშობოდიშ ამდენ ინგლისურ სიტყვას უწევს. ქართულად გითხარით. მაგრამ ის როგორ წერია ისე ვიწახ. ანუ მშობლების კონტროლის მექანიზმებით. ჩემ შულს დაყენებული აქვს 1 საათი დღეში, მთელი წლის განმავლობაში და ისიც რომ ბავშვი რამხელაა. ბავშვი 12-13 ხდება, ახლა ყველა 1 საათი კი, და ეს აპლიკაციის მეშვეობით ხდება, ხო ამის კონტროლი. მაგას ვიძახ, რა არ არის აპლიკაცია, თვითონ ტელეფონის ფორმა, ანუ ჩემი შვილის ტელეფონი არის საბავშვო
პროგრამაზე ახდილი. საბავშვო ანგარიში და შესაბამისად თან ესე გვაქვს დაყენებული თან კონკრეტული საათი. მოგეთ მე ძალიან წინააღმდეგი ვარ რომ გაღვიძებიდან რაღაც ეტაპი და ძილამდე 2 საათით ადრე იყოს გაჯეტები ნებისმიერ ჩემ ცხოვრებაშიც მე თვითონც პირველი მქონდა ეგ პერიოდი ვიღვიძებდი თუ არა ეგრევე ტელეფონს ვიყებდი ანუ ეხლა ვიწვალე და გადავეჩვიე მაგას მართლა ვიწვალე ამიტომ რაღაცნაირად მაგ ეს რა თქმა უნდა ზაფხულში 1 საათი ხდება 2 საათი იმიტომ რომ არ გამოდის სხვანაირად ამას აქში კონკრეტულად და ეს 2 საათი არის განსაზღვრული არა 2 საათი მე რაც არის მნიშვნელოვანი ხა წიგნებზე ვიძახდით იცით მე კიდე ჩვენ გამომცემლობაც გვაქვს და წიგნები როგორ მიყვარს ახლა საუბრობდით მე და გაუტარ მარინა და ანუ მიუხედავად ამისა ძალიან რთულია რომ ბავშვებს ეგრევე ისე შეყვარა წიგნები როგორც ჩვენ დროს ეხლა მე რო ვიყავი პატარა დედა ჩემი მეუბნება და მე სულ კითხულობდი და ღამე გადაფარებულ ფანრით კითხულობდი და თვალები გეტკინება შვილო ეხლა მეუბნები თვალები გეტკინება ტელეფონზე ხო ანუ სულ ხო რაღაც ალბათ მომავალშიც იქნება რაღაცა რაზე ბოდიში ნინო მაპატიეთ ერთი სტიმული კი არ იყო ამდენი გასართობი ახლა ჩემი ბავშვობა მithundes რგეუბნებოდა მშობლიო არის კითხო არაფერი უფრო გინდოდა სოფლის ბიბლიოთეკა იყო და ერთი ხრიკი ასევე თუ არ ვიცი შეიძლება არასდროს მოგეჩვენოთ. ხრიკები ძალიან გვაინტერესებს. ხო, არის ეს რომ მაგალითად 30 წუთი კითხულობ, 30 წუთი ტელეფონი. ანუ ძალიან მაგრამ უშავ რამდენი ხანიც კითხულობ, იმდენი ხანი გაძლევ ტელეფონს. ისე ვიძახ, ეს ერთი გზა არის, რომ იცით რა არის ტექნოლოგიების სამყაროში მე ვფიქრობ ტელეფონით ძალიან სმარტფონით ძალიან დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ხო, იქაც შეიძლება უამრავი შემეცნებითი საინტერესო აი, ეგ არის მეორე რაც მინდა და მეთქვა რა, რომ მნიშვნელოვანია რომ ეს ჩვენი ეკრანის დრო ისეთ რაღაცებს ჩემ შვილი ძალიან მაგრამ ხატავს, აი გუშინ წინ დაბადების დღისთვის ვაჩვენეთ კალამი, რომელიც ხატავს ამ ელექტრომოწყობილობას. და აი ეს აპლიკაცია ულიმიტოდ მაქვს მასთვის ჩართული. ანუ რეალურად ჩვენ თუ გამოვიღებთ, მაგრამ ჩვენ შვილებს უყვართ საფხული არის მაგარი დრო რომ ისწავლო კერძების კეთება. რა თქმა უნდა ბიჭებმაც, ხო და ბიჭებმა გოგოებმა. ანუ ეს ჩვენი გაჯეტი რომ გამოვიყენოთ რაღაცა კულინარიული ვიდეოები, მე შემეცნება ხატვა ძალიან მაგარია. ხო, ეს კიდე ერთი რაღაც. მეორე კიდე რაც თუ რაღაც ბევრს არ ვლაპარაკობ, თვალი ჩამიკარით მაინც. თუ ბევრი მომწონს. თუ ბევრი დამაბიჯე. ჩოხის კატა ჩამოგაჭე. დამაბიჯე. ჩოხის კატა კიდე რაც არის რომ რაღაცა სახლის დავალებებით შეიძლება თამაშით აკეთო. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ამოლაგება ჭურჭლის სარეცხის მანქანის ჩალ. ან წინდების დახარისხება ფერებით და სროლა იმაში რა ქვია რაღაც კალათაში. და კიდე ჩემი საყვარელი თამაშები არის, რომლებშიც დედის როლი არის 1 წუთი და ბავშვები ერთობიან 1 საათი. და ამას აგარაგზე რო ხოლმე სულ აკეთებ. ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ, განძის მაძიებლების თამაში, რომელიც დაუწერ სიას, იპოვე რამე ლურჯი, 3 წითელი, 5 მრგვალი, 10 გააჩნია, აი იცით რა, თოდის გიხდით ნინო ჩაგეჭრებით, 10-ს გააჩნია, ეხლა. აი რა ასაკიდან შეიძლება? 12-13 წლის ბიჭები რო ჩავლენ სოფელში და იმათ წითელი და ლურჯი ეძებეო. ან 12 წლის შვილი მყავს. 12 და ანუ თუ მაგალითად 5 წლის ბავშვი ფერებს ურჩევ, იმას ურჩევ, იპოვე რაღაცა ძალიან ჭუჭყიანი, რაღაცა ძალიან ბასრი. და ერთი სხვათაშორის რადგან ამაზე სოფელზე წავიდა საუბარი, ძალიან მაგარია თუ ბავშვებს აქვს შესაძლებლობა, რომ სოფელში წავიდნენ აგარაგზე ბუნებაში, ხო? იმიტომ რომ მე სულ იმას ვიძახი, რომ მთელი წლის პარკეტის ბავშვები, რაღაცა ყოჩაღი ბავშვები ყაჩაღებად უნდა აქციო ზაფხულში. რა გამახსენდა, იცი? შეიძლება. დიახ, რა თქმა უნდა. არაჩვეულებრივი ფილმი მერაბ კოკოჩაშვილის, რეზო ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით არ დადეგები. თქვენ იცით რომ მე ამ ფილმს ბავშვებს ვაჩვენებ ხოლმე და ვეუბნები ძველია მაგრამ აღდგენილია, ხმა კარგია და იცით როგორ მოსწონთ ზუსტად ეს თემაა ფილმში. იმიტომ რომ თუ გაიხსენებთ ბიჭი მეცადინეობს ეს რეზიკო იმას რა ქვია ბიოლოგიას თუ ბოტანიკას კამასოკო მიწიდან ამოდის როგორც პატარა თეთრი ბუშტი და რაღაც და უნდა ამეცადინოს გოგი გეგეჩკორი თამაშობს მამის როლს და გოგონა მეცადინეობს იმაზე ჩელოზე და მოკლედ და ამ დროს შემოდის როსტია სოფლის ბიჭი რომელიც დარბის ხებზე კიდია მამი და ჩემი ბალზაკ პატიჟოფო რო ეუბნება წაიყვანს და მე ისეთი სასა ცილო რამე ვიცი აი რატო გეუბნებით ეს სილაღე არის აუცილებელი ბავშვებისთვის. ესე იგი ვიწყებთ ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით. აღდგენილია, გადასარევად ისმინება მშვენივრად უყურებენ. ძალიან კარგია. კიდე აი
მაგ თემაზე რომ გავაგრძელოთ, რაც აი სოფელზე ვიძახთით, რაღაცნაირად ეს ძველ დრო უფრო აი წინა წლებ ჩვენი ბავშვობის დროს, ჩვენი მშობლების ბავშვების დროს, ამ ფილმის დროს ძალიან თავისუფალი ქონდა სივრცე ბავშვს შეეძლო. ჩემი მეუღლე მაგალითად ხელგაშვებული ჩამოდიოდა წყნეთიდან ველოსიპედით და ანუ აი ჩვეულებრივი ამბავი. ეხლა ბავშვებს აკონტროლებენ რაღაცა აპლიკაცია რომ უყურებს GPS-ით სად არის ბავშვი, სად გადაიხადა, თამაში იყიდა $2, ანუ იმდან დიდ კონტროლში არის ბავშვები, რომ ერთადერთი რაც ჩემთვისაც ვაცდევ ჩემ თავს ამრჩევას, რომ ზაფხულში მაინც დავამატოთ ცოტა აი რასაც იცახიან რისკული თამაში, ხო? იმიტომ რომ იმდენად აი ეს მართლა პარკეტ ისე იმდენად სახლში არიან გამაკეტილი ბავშვები, რომ ჩვენც უნდა მოვდუნდეთ რა, თუ გაიკაწრავს ხოლმე. მე იმიტომ ვამბობ, რომ რადგან ძალიან დიდი შეხება მაქვს მშობლებთან, მე თვითონ თამაშობანში წარმოგიდგენთ, ბანაკი გვაქვს, სადაც პირველი კითხვა მშობლის არის, აბა უსაფრთხოება, ძალიან დაცული გვაქვს უსაფრთხოება, მაგრამ უსაფრთხოება უნდა არ უნდა გადავიდეს აკვიატებაში, რომ ბავშვი ხეზე ვერ აძვრეს, იმიტომ რომ ფეხი არ გაიკაწროს. ანუ მე ძალიან ჩემი მთელი სულით და გულით ვემხრობი ამ რისკი თამაშს. კი ბატონო, ბანაკების თემას ჩვენ თურისკაც შეიძლება ჩაითვალოს. კი, ეხლა ითვლება. მე ჩემ ვერაზე ერთ-ერთი იმაში პარკში მშობლებმა მოახსნევინეს ეს საძრომილობა, იმიტომ რომ ძალიან საშიში ასასვლელი იყო. ანუ კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, იცით, აი განსაკუთრებით მშობლებისთვის მინდა ეს დროს გააჩნია. აი დაუშვათ დავალებები გვაქვს, უნდა ვამეცადინოთ შემეცნებითია თუ რაც დამთავრდა სკოლა. დაიწყო არდადეგები და აბა გადავეწყოთ ახლა. უნდა 1 საათი იმეცადინო, 1 საათი. აი ცოტა დრო უნდა მივცეთ რა. არ შეიძლება რომ პირდაპირ არდადეგები დაიწყო და არა გრძელდება შენთვის მეცადინეობა. ბევრი მშობელია. არა, უნდა მივცეთ ეს თავისუფლება. ბევრი მშობელია, ქალბატონო მარინე, რომელიც გამუდმებით ახსენებს საკუთარ შვილს, რომ აი თუ არ იკითხავ, გადაეჩვევი კითხვას, მე რაღაცა თავიდან მოგიწევს აბსოლუტურად ყველაფერის აღდგენა სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად. აუცილებელია თუ არა, აი მაგალითად ყოველდღიური მეცადინეობა თუ რა სისტემატიობით უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ბავშვზე. ბავშვის ინდივიდუალობა, ბავშვის თავი უნარები, როგორია რა, როგორი მეხსიერება აქვს, როგორ კითხულობს, რა ინტერესები აქვს, მშობელმა ეს უნდა იცოდეს. ანუ ძალიან კარგად უნდა იცნობდეს შვილს. აი, იცით რა, უნდა მე მარტივ რაღაცას გეტყვით, ხა კითხვა თუ არ უყვარს ბავშვს, ხო? დღეს მთელი ბიჭები განსაკუთრებით ყველა დაინტერესებულია ფეხბურთით. ყველა საინტერესოა ყოთ. ბიჭო, ხო არის რაღაცა ფეხბურთზე კარგი დაწერილი? ხო, აი კეკელიძემ ყვარაზე ხო დაწერა წიგნი. ხო და რაღაცა აიღო რაც ბავშვს აინტერესებს, პატარ-პატარა დოზით. პატარა ზუსტად რომ მივაჩვიო. ძალიან უნდა აინტერესებდეს და კიდევ ერთი რამ, ერთად კითხვის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხმამაღლა კითხვის მომენტი. აი რა, მოდი რა წამიკითხე რა, მე რაღაცა აი მე ვიცი ხოლმე ესე ვერ ვხედავ კარგად და თვალი დამეღალა და იქნება წამიკითხოთ რამე და თვითონ გიკითხავენ, მე იმ წაკითხულზე პატარ-პატარა ტექსტები ღვთის მადლით ჩვენ ისეთი მწერლები ყავს და ისეთი მოთხრობები ყავს. ფანტასტიკური. დიდი ტექსტები არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი შუთქმელია. რევაზინენიშვილი იქნება, გოდერძიჩოხელი იქნება, რეზეჭეიშვილი იქნება, რა ვიცი, ძალიან ბევრი. აი ვაჟას მოთხრობები რო წაიკითხეს ბავშვებმა, პირველი წინადადება რაც თქვეს, რა პატარა ტექსტია და რამდენი რამე გვასწავლა. აი ჩვენ ხალ შეგვიძლია ვნახოთ გრაფიკა, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა. აი თუ ეთანხმებით აი პუნქტებს მაგალითად პირველი თქვი აუცილებლად შვილმა რომ იკითხოს რაღაცა ხანდახან უნდა დაგინახოს მაგალითად სწორედ ამაზე საუბრობდა ქალბატონი მარინე ბავშვები ხშირად იმეორებენ უფროსების ქცევას თუ თქვენს კითხულობთ და უჩვენებთ რომ გიყვართ სიგნალის მაგრამ ჩემ შვილს არ უყვარს კითხვა ხო დედაღამე ვკითხავს რომ აი მუცელში მეჯდა ჩემ შვილი ყოველ საღამო უკითხავდი ხმამაღლა და 10 წელი ყოველ საღამო არ უყვარს კითხვა შეუყვარდება რაღაცა შეხვდება საერთოდ ესე იგი ეგამბავ. ექსპერიმენტი გავაკეთე, იცით, მე მე-6 კლასი მყავს და 22 ბიჭია კლასში, აი აწყვეტილები, საოცარი ბიჭები და ლადო მრელაშვილი სიყალთოელი ბიჭები მივეცი წასაკითხად. და თან გაუკვირდათ, ახლა იქ ცოტა ისეთი ძველი წიგნია მაინც, მაგრამ აი საინტერესო ზაფხული. ბავშვი იქ წიგნში ბიჭები მიდიან გვირაბის დასათვალიერებლად და რისკზე რომ საუბრობდით თქვენ და თვითონ აგროვებენ მაშხალებს, სანთლები მოაქვთ, როგორ უნდა გაიგონეს გვირაბი, სად გადის, სად ამოდის, იცით როგორ დაინტერესდნენ?
და მე ვთხოვე მე ესე დავალება მივეცი მეხუთე კლასელებს. სოფელში რო ჩახვალ, დავალებას გვაძლევთო, რა წავიკითხოთ, სია მოგვეცითო, არაფერს არ გაძლევთ მე ვთხარი. სოფელში დაიარეთ, ბებოებს კითხეთ, ბაბუებს კითხეთ, რატო ქვია თქვენ სოფელს ეგ სახელი? თუ არის რამე საინტერესო ლეგენდა თქმულება თქვენ მასთან სოფელთან დაკავშირებული, ან ციხე თუ ან ეკლესია თუ ან ციხის ნაშალი თუ ჩაიწერეთ რა, მე არ ვიცნობ თქვენ სოფლებს კარგად და რო ჩამოხვალთ, მიამბეთ და გამაცანით მეთქი. აი ამაზე უკეთესი რჩევა რა. და იცით როგორ, ან თუ ტყეებია, როგორი ტყეებია, შერეულია თუ წიწოვანია თუ ფოთლოვანია, აბა დააკვირდით. ისტორია, რა ვიცი, ბიოლოგია, გეოგრაფია, ყველა საგანში აქტიური გამოდის ამ შემთხვევაში. მდინარეა თქვენთან ჩანჩქერი თუ მოდის, თუ აგუბებთ წყალს რო ჩახტეთ მდინარეში, თევზი თუ აი მდინარეში, ჩამომიტანეთ ეს ამბები და მე გავიცნობ თქვენ სოფლებს კარგად მეთქი ვუთხარი. აი რა მაგარია, თქვენნაირი მასწავლებელი. რა ვიცი, მე ვთვლი რომ ირბინეთ ბავშვებო, ირბინეთ, იცურავეთ, ისუნთქეთ, ტყეში იხეტიალეთ, გაუშვით მშობლებო ეს ბავშვები ბუნებასთან, თორე საერთოდ ვეღარ ცნობენ ვერაფერს. ნინი, ბანაკები ახსენეთ თქვენ და ძალიან ბევრი მშობელი უშვებს ხოლმე ბავშვს ბანაკებში, სხვადასხვა მასტერკლასებზე ზაფხულის განმავლობაში. აი ეს აქტივობები რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და რას ურჩევდით თქვენ ორივე თქვენგანი ამ მიმართულებით მშობლებს? მე მგონია რომ ძალიან ინდივიდუალურია ბანაკი ამბავი ბავშვისთვის, მაგალითად ზოგ ბავშვებს უყვართ ძალიან რაღაც სადღაც წასვლა, დარჩენა. ჩემთვის არ უყვარს. ხო, არ უყვარს, მიუხედავად რომ ესე იყო წასული ბანაკში, მაგიტომ მაგისთვის მოვიფიქრე ეს ფორმატი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს ბზიურში თამაშებაში, რომ ღამის დარჩენის გარეშე ზოგს არ უყვარს. ვისაც უყვარს, გონია რომ ძალიან კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა საზაფხულო მოგონება არის ამ რაღაც სადღაც რომ მიდიხარ და პირველად შენიშნავ და ძალიან ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია მე ძალიან კრიტიკული ვარ ყოველთვის ყველა ბავშვის საკუთარ პროდუქტთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად პასუხობდეს ბანაკი იმას, რაც შენ გინდა რა, იმიტომ რომ ჩემი ბევრი მაგალითი არის ბანაკების, რომელსაც კი ქვია რომ ბაკურიანში გავუშვი, დღე და ღამე ინგლისურის გაკვეთ. ერთხელ ისტორია ვქნა და ჩემი მულიშვილი გაუშვეს ზამთარში ბაკურიანში ბანაკში და რომ დაბრუნდა ვეკითხებოდი, აბა არა თხილამურზე არ ვიყავით, აბა სად იყავთ? რა ვიცი ინგლისურის გაკვეთ. ხო და ანუ გააჩნია რომ თავარია შენ როგორც წარმოგიდგა ახლა უკან არის ფონად იმის ვესანდერსონის ფილმი რო არის ჩემი საყვარელი Moonrise Kingdom გიждები ისე მიყვარს მაგის ინსპირაციით დავწერე ჩვენი ბანაკი. ანუ იმდენად მნიშვნელოვანია რომ მოარგო მოლოდინების წერ ბავშვებთან შეარჩიო აქტივობები ნახო რა იქნება ამ აქტივობებში მართლა რომ ისეთი იყოს რომ ბავშვსაც მოეწონოს შენც რაღაც კი და ეს სილაღეს რო შეუწყო ხელი და დისციპლინას რომ ბანაკის პლუსი ეგ არის გაწერილად არის ყველაფერი რაღაცა ჯერ აქტიური თამაში მე დასვენება მე ერთად მეგობრობა ხო ეგ თანამშრომლობა სოციალიზაცია ბავშვის იმიტომ რომ ის ჩვენი ბავშვების პრობლემაა აი ზუსტად. როგორც დედიკო, მე მაინტერესებს შენ რა ხერხს მიმართავ ხოლმე ზაფხულობით, ზაფხულის არდადეგებზე ბავშვების მიმართ, ან მიმართავდი? აი მე არ ვიცი, აი გინდა მეკითხა ახლა ჩვენი სტუმრებისთვის, რომ თავარი მანდ ბავშვებზე უფრო მეტად მშობლები უნდა მომზადოთ არდადეგებისთვის და რა ვქნათ ისე რომ სიხალისეც უფრო მეტად ავიმაღლოთ, განწყობაც გამოუნჯობესოთ და მომემზადოთ სამშობლოსთვის ჩვენ თავზე ძალიან ბევრი მართლა ახლა რომ გისმენთ რეალურად თუ არ გვაქვს სოფელი არა უშავს რა მე მთელი ჩემი რაც აი ამ სფეროში ტრიალებ ეგ მინდა რომ მივიტანო მშობლამდე რომ ანუ ჩვენ ვართ საუკეთესო მშობლები ჩვენი შვილებისთვის რაც გამოგდის ანუ ძალიან მაგრები ვართ იმაში თუ მუშაობ და ვერ მიყვავს სადღაც ბავშვი ეგეც მაგარია რომ რაღაცა სხვას ვფიქრობთ ან იმდენად დიდი დატვირთვა მოდის ჩვენზე რომ სკოლის გარდა უნდა მე დაუორგანიზო დღე იფიქრო სად გაასერნო ანუ ცოტა მოუეშვეთ და თქვათ რომ ზაფხული კი ხანდახან იქნება ისეთი რომ ბავშვი გაჯეთში ჩაჯდება ხანდახან იქნება ისეთი რომ რაღაცა ზოგი დაალაგებული იქნება ხან წაიკითხავს წიგნს ხან ერთად ხან მოიწყენს რაც ძალიან კაია იმიტომ რომ რაღაც სხვა მოფიქრე და ანუ მოვიშოროთ რა ეს დაძაბულობა რომ უნდა იდეალური ზაფხული ბავშვისთვის არის მაშინ როცა ერთად ვართ როცა ხედავს ველაპარაკებით გზნობს ჩვენთან დროს ატარებს და თუნდაც ცოტა დრო მაგრამ ხარისხიანი გავატაროთ და არ ვინერვიულოთ იმაზე რომ ვაიმე რა ცუდად დაუორგანიზე ჩემს ზაფხული იმიტომ რომ მიწევს სამსახური რა ვიცი ყველას გვიწევს სამსახური მოვეშვათ თავისუფლად ბედნიერად სასარგებლოა და გამოსწორება აჭირდება ზაფხული შევირგოთ ქალბატონო მარინე აქვე იცით რა მინდა გკითხოთ გასაგებია რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ბავშვსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა განიავდეს
დაინიავოს თავისი გონება, უნდა ითამაშოს კიდევაც თან შემეცნება, თან ყველაფერი ერთობლივად, მოკლედ, მაგრამ როდესაც მოახლოვდება ხოლმე სასწავლო წელი, რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში ბავშვები ამოვარდნილები არიან ფორმიდან და ძალიან სტრესული არის ხოლმე ისევ გადაწყობა რეჟიმზე, რასაც ქვია ახალი სასწავლო წლის დაწყება. აი რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც მიუახლოვდებიან უკვე აი დაუშვათ 2 კვირა დარჩენილი სასწავლო წლის დაწყებამდე. იცით რას გეტყვით? სასწავლო 2 კვირაში არაფერი არ მოხდა. ესე 2 კვირაში არა. კი ბატონო. აი იმ სტრესული რომ არ იყოს სასწავლო წლის დაწყება, სწორედ ამიტომ არ ვემხრობი იმას, რომ მთელი ზაფხული ბავშვი მიუშვი თავის ნებაზე, არაფერი აკეთებინო, დაიძინოს 12 საათამდე და ასე შემდეგ და არა. არა, ზომიერად აი რომ არ უნდა შევინარჩუნოთ აი ეს რაღაცა დისციპლინის თუ წესრიგის თუ რაღაცა წესები მაინც უნდა ქონდეს. გარკვეული წესები აუცილებელია. რომ არ დაისტრესოს ზუსტად. თორე თუ მთელი ზაფხული ბავშვი იალაღზე იქნება გაშვებული, რასაც უნდა იმას გააკეთებს, რასაც მოინდომებს. მერე ნახეთ თქვენ სტრესი გაღვიძება დაეზარება, სკოლაში წასვლა დაეზარება და თუ ამ ზაფხულის განმავლობაში მშობელი ზომიერად გადაანაწილებს მისთვის საინტერესო მოთხრობებს, წიგნებს, აი φιλმებს უყურონ ერთად და მერე გაანალიზონ ეს ფილმი, ბავშვი ხო აზროვნებს ამ დროს, ხო ფიქრობს რაღაცას, ხო? აი ნელ-ნელა თუ იქნება ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ბავშვის სილაღეც არ დავაზიანოთ და არც მთლად მოვადუნოთ, სტრესული სასწავლო წლის დაწყება აღარ იქნება. სტრესული მაშინ არის, როცა მთელი ზაფხული ბავშვი ეკუთვნის თავის თავს, არაფერს აკეთებს და მერე უკვე ძალიან უჭირს კალაპოტში ჩამოყვა. ზუსტად მეთანხმებით 100%. თქვენ დასტური. მიხარია თანამოაზრეები. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი საჭირო ამბავი გაუზიარეთ ჩვენს ტელემაყურებელს და ახლა უფრო 7 და თავისუფალი იქნება ზაფხული, რომელიც უკვე დაგვიდგა. მადლობა პირიქით. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რაღაცა, რომ როგორც ნახეთ, მოკლედ არდედეგები შეიძლება იყოს როგორც ფანჯარა დასვენებისთვის, ასე კარიბჭე განვითარებისთვის. აუცილებლად. ახალი სამყაროს, ახალი აღმოჩენების პერიოდი იყოს. მშობლებისთვის კიდევ მთავარი რჩევა იქნებოდა ალბათ ერთი დაუკვირდით თქვენ შვილს, რა უხარია სინამდვილეში და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მასთან ერთად. ხანდახან ყველაზე მარტივი მომენტები ხდება ბავშვობის საუკეთესო მოგონება. ნამდვილად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.